დაუბრუნდით ეთერში. მოგესალმებით ჩვენ სტუმრებთან ერთად კალბატონის მდივანი, ექიმი ეკოსკოპისტი და ბატონი მამუკანი მსაძე ხუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამიანო განყოფილების ხელმძღვანელი. მოგესალმებით. ალბათ აღარ არის სალაპარაკო, აღარ ის იმაზე თუ რაზე ვილაპარაკებთ, ჩვენ დღეს ორსულობაზე ვილაპარაკებთ და მე მოგვთ პირველი კითხვა, რასაც განსაკუთრებულად მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის. დაგეგმილ და დაუგეგმავი ორსულობა. რა ბენეფიტები აქვს დაგეგმილ ორსულობას? საერთოდ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს როდესაც ქალი მიდის, მისი ორგანიზმი უნდა იყოს ჯანმრთელი. პირველ რიგში დავიწყოთ აქედან. უნდა შეწყვიტოს ისეთი სტიმულატორების მიღება, როგორც კოფეინია, სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელები, თამბაქოს მიღება, უნდა გასინჯული იქნეს სხვადასხვა ინფექციებზე. და ამოღებულ იქნას იგივე თამბაქო დაურსულებამდე შეწყვიტოს. შეწყვიტოს, რა თქმა უნდა, სასურველია საერთოდ რო არ ეწიოდეს ადამიან თამბაქოს, მაგრამ ორსულობაში კატეგორიულად მიუღებელია. და კოფეინის მოხმარებაც სრულიად უნდა ამოვიღოთ თუ იცით რა შესაძლოა არის ასეთი ორსულდა ჰიპოტონია. როდესაც ქალბატონი ან ნებისმიერი ადამიანი კოფეინს როგორც ბიოლოგიურ სტიმულატორს ეჩვევა და მისი მოხსნა აბსტინენცია იწვევს უბრალოდ ჰიპოტონიას, საკმაოდ დაბალწნევებს და ეს დიდ დისკომფორტს უქმნის თვითონ ორსულს და შეუძლებელი ხდება თუნდაც 1-2 ჭიქა ყავის გარეშე, რომელიც კოფეინს შეიცავს, მისი ყოველდღიური ფუნქციონირება. ანუ დაგეგმილი ორსულობა უკაცრავად ნიშნავს იმას, რომ მაშინ კი არ ამოვიღოთ ეს ყველაფერი, როდესაც გავიგებთ რომ ორსულადოთ, როდესაც გადავწყვეტთ, რომ გვინდა ვიყოლოთ. რა თქმა უნდა, საუბარი აქვს ენერგეტიკულ სასმელებზე, მამვნე საკვებზე, ფიზიკურ აქტივობაზე, წონის კორექციაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ორსულობაზე, რომელსაც შეიძლება ხალმა მოიმატოს 8-12 კილო გეგმიურად, რაც დასაშვებია. მის შემდეგ ცოტა დიდი პრობლემები იქნება, როგორც ქალის ჯანმრთელობის, ასევე ორსულობის პათოლოგიების გამოვლენის თვალსაზრისით. ბატონო, ჩვენ გარკვეული კვლევები ვახსენეთ, რომელიც ორსულობამდე უნდა დაიგეგმოს და ჩატარდეს, სასურველია ორსულობამდე დაიგეგმოს და ჩატარდეს, ვიდრე ორსულობის პერიოდში. ვახსენეთ აქ ინფექციები. როგორ ხდება ამის ჩატარება? რას გულისხმობს ეს წინასწარი კვლევები, რომელიც ფეხბურთელს უნდა ჩაიტაროს დაორსულობამდე? რა თქმა უნდა, საუბარი არის პირველ რიგში სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციებზე. ათაშანგი, გონორია, ტრიხომონიაზი, აგრეთვე ინფექციები, რომლებიც ბავშვობაშია გადატანილი, ან არა გადატანილი, ან შეიძლება არ ახსოვდეს. საუბარია წითურაზე, რომელიც ორსულობაში დაკავშირებულია გულწირათვალ სისტემის პათოლოგიასთან. სხვა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი წითელა, სხვა ბავშვთა ინფექციები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მაგალითად წითურა. საუბარი არის, იგივე წითურას აცრა უნდა ჩატარდეს დაგეგმილ ორსულობამდე 6 თვით ადრე. გააკეთეს თუ არა გადატანილი. ჩვენ ვაგზავნით პაციენტს გამოკვლევაზე, თუ ეს ანტისხეულები მას არ აქვს სიხში, მაშინ მიდის გეგმილ აცრაზე და 10-დან 6 თვის შემდეგ დასაშვებია ეს ორსულობა. მე როგორც ვიცი, ორსულობის დროს წითურა არის ერთ-ერთი ჩვენება, იმის რომ შეწყდეს ფეხბურთელობა. იცით რა შესაქმე, ეს ცოტა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გულისმაგი და თუ დავაკვირდებით ზუსტად ნახავთ რა ვადებშია გაკეთებული, რა თქმა უნდა, უშუალო პირდაპირ ჩვენება რომ წითურა და ორსულობა შეწყოთ, ასეთი არ არსებობს. ოსე შეიძლება გამოიწვიოს გულისმაგი, რასაც ეხოსკოპის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთების შედეგად, კერძოდ 18-20 კვირის შემდეგ გაკეთებულ ულტრაბიოლეტ კვლევისას რა თქმა უნდა ჩანს და ამაზე ქალბატონის სოფოს ამბობენ რომ დაბუნებრივი ასია პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ნაყოფის ჩამოყალიბებისთვის ისე დედისთვის ხომ პირველი ეხო რა ვადაზე კეთდება და რა მნიშვნელობა აქვს პირველ ეხოს რა ინფორმაციას გვაქვს მოგესალმებით ეხოსკოპიური კვლევა ეტაპობრივი კვლევები არის პირველი კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს როდესაც ქალი გაიგებს რომ იგი არის ორსულად აუცილებლად ტესტით, ალბათ პირველი ტესტი არის, რომელიც გვაგებინებს, რომ ვართ ორსულად. პირველი კვლევა უნდა ჩატარდეს მაშინვე, რომ გავიგოთ ეს ორსულობა არის თუ არა ღრუში. ანუ ვადასტურებთ, ეს არის დადასტურდეს მნიშვნელოვანია, რომ არის აუცილებელია ხო არ იყოს საშუალოს გარე სადმე ორსულობა და ამიტომ პირველი კვლევა უნდა ჩატარდეს დასადგენად არის თუ არა ორსულობა ღრუში. ჩვენ ძალიან საინტერესო ვიდეოს ხედავთ განაყოფერებიდან მთელი პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ზოგადად მთელი ორსულობის აი აქ გულისცემა შეგვიძლია დავადგინოთ შემდეგი კვლევა ზუსტად ეს არის როცა უნდა გავიგოთ ნახოთ ემბრიონი და რა ვადაში კვირის ვადაზე როგორც კი გამოჩნდება ემბრიონი გულისცემა მაშინვე ჩანს. აი აქ უკვე წამოსდილი არის ემბრიონი.
შემდეგ აუცილებლად პირველი საუცილებელი კვლევა 12 კვირის ვადაზე, როდესაც უნდა ინახოს აი იგივე ცხვირის ძვალი და კისრის ნაოჭის სისქე, რომელიც დაგვიანებულია უკვე 14-15 კვირაზე და უკვე ორსული მოდის, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვადგენთ. ეს პირველი კისრის ნაოჭის სისქე აუცილებელი კვლევა არის, რომელსაც რის შესახებ გვაძლევს ინფორმაცია? არის ესეთ ქრომოსომული დაავადებები. ხა ეს 100%-იანი კვლევა არ არის, შემდეგ უკვე მიანი მაინც კიდევ ნიშნავს ტესტებს, პაპატესტი, დამატებითი კვლევები აუცილებელი არის. ეს რაც შეეხებოდა ნაყოფის განვითარებას. დადის მხრივ რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ შემთხვევაში? რა ჰორმონალური ძვრებია ორსულობის დროს? ძალიან საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობს. პირველ რიგში ჩნდება ახალი ენდოკრინული ორგანო. ეს არის პლაცენტა, რომელიც სულ უფრო მზარდ ჰორმონებს გამოიმუშავებს, სულ უფრო მზარდ ქალის ჰორმონებს, ესტროგენები და გესტაგენები ეწოდება მათ. საინტერესო რომ ბავშვის ენდოკრინული სისტემაც იწყებს ფუნქციონირებას 10 კვირიდან. წარმოიდგინეთ, დედის ენდოკრინული სისტემა, დედისთვის თან დამატებული კიდე ერთი ახალი ენდოკრინული ორგანო, პლაცენტა და ნაყოფიც, რომელიც რაღაც გარკვეულ ჰორმონებს გამოიმუშავებს და რაღაც გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ადგილი აქვს გესტაციურ დიაბეტს. დედა ნაყოფის რესურსებს მოიხმარს. ასე რომ ეს ამ პათოლოგიების დროული გამოვლენა და მათი დროული მკურნალობა აუცილებელია ჯანმრთელი ნაყოფის დაბადებისათვის. ფარისებრჯიკვლის პათოლოგიები, რომელიც ჩვენი არეალისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კორიგირებული უნდა იყოს ფარისებრჯიკვის და რატომ უნდა იყოს ეს? შეიძლება ბავშვის ფარისებრჯიკვის მკვეთრი ნაკლოვანება განვითარდეს დაბადებისათვის და ბავშვს შეუცვლელი მენტალური ქონების განვითარების ნეიროკოგნიტური განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ალექს, ჩვენ აღნიშნეთ, რომ 12 კვირაზე აუცილებელია ეხოსკოპია გაკეთდეს სამედიცინო ჩვენებით. მთელი ორსულობის განმავლობაში რამდენი ეხოსკოპია არის აუცილებელი და სავალდებულო თქვით ეს პირველი, რომელიც დაადგენს ორსულობას. რომ მივყვეთ რაღაც განვითარებას ამ შემდეგ არის ეს 12 კვირაზე, როდესაც ორგანოები ჩამოყალიბება. ორგანოები ჩამოყალიბება. შემდეგ უკვე არის 16-18 კვირა, როდესაც გულის პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს. შემდეგ უკვე მიანის დანიშნულების ანუ საუცილებელი მაქსიმუმ 3 კვლევა. აი ის რომ 18-20 კვირის უნდა ინახოს ნაყოფის სტრუქტურული ანომალიები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. იმიტომ რომ შემდგომში დაგვიანებულ აღმოჩენილი პათოლოგიების დროს დგება საკითხი. ამ პათოლოგიას სიცოცხლესთან შეუთავსებელია თუ შეთავსებადი, ოპერირებადია თუ არ ოპერირებადი და ხშირად მოდიან პაციენტები ორსულობის შეწყვეტის მიზნით უკვე 25-30 კვირას, როდესაც უკვე ნაყოფი გადარჩენადია. როდესაც იმ ანომალიის მიუხედავად ნაყოფი შეიძლება გადარჩეს, შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეს და უკვე მთელი ოჯახი საზოგადოება მის გარშემო ნაცნობობა განწყობილი იმისათვის ეს ორსულობა დასრულდეს. მე როგორც ნევროლოგი ესეთ კითხვა მაქვს, ნერვული სისტემა რა ასაკში უნდა ინახოს ჩანასახს? რა ასაკში ყალიბდება მართლა? რა ვადაზე? 16-18 კვირიდან უნდა დავიწყოთ მაგ ყველაფრის შემოწმება. თუმცა ნერვული მილის დეფექტი შეიძლება თქვენ დავადგინოთ 12 კვირის ჩატარებული ეხოსკოპიის დროს 12 კვირაზე სწორედ ეს ჰიდროცეფალიის, უკაცრავად ანენცეფალიის, აკრანიის განვითარება ხდება, ხერხემლის არხის დეფექტების გამოვლენა, როდესაც ეხოსკოპია შეიძლება უკაცრავად კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ 12 კვირა ესეთი ძალიან გარდამტეხი და ძალიან აუცილებელი კვლევის ვადა ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემელი. ეხოსკოპია, ეხოსკოპიას რაიმე უარყოფითი შედეგი აქვს, როგორც დედაზე, ისე ბავშვზე, იმიტომ რომ მე მახსენდება ჩემი ორსულობა და არა 3 გეგმიური ხო, არამედ ძალიან ბევრი ხო მაქვს. თან აგერ ბატონი მამუკა დამეთანხმება, რომ ყოველთვიურად კი არა, ყოველთვიურად გვიხდება. იმიტომ სულ გეჩვენება რაღაცა ბუნებრივია უკვე მოზრდილ პერიოდში, როდესაც ელოდები გეჩვენება რომ არ მოძრაობს და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში დაშვებული არის რაღაცა ნორმა, რომელსაც არ უნდა გადავწდეთ ეხოსკოპიების რაოდენობის მხრივ თუ მაინც თავისუფლები ვართ. თავისთავად ულტრაბგერის დიაგნოსტიკა დიდი კარტ ბლანში მიეცა იმის თვალსაზრისით, რომ აშკარად გამოვლენილი სიმახინჯეები ამ ეხოსკოპიის გაკეთებასთან დაკავშირებული არ არის ვერიფიცირებული. თუმცა რა თქმა უნდა მოვერიდოთ პირველ ტრიმესტრში ხანგრძლივ ეხოსკოპიურ კვლევას. მისი ხანგრძლივობა 5 წუთზე მეტი არ უნდა იყოს, ალბათ სოფო დამეთანხმება. განსაკუთრებით დოპლეროგრაფ მაღალი სიხშირის ტალღით კვლევას, ამ დროს ემბრიონი განიცდის როგორც მექანიკურ, ასე თერმულ ზემოქმედებას. ასე რომ ამ პერიოდში
გამოკვლევას უნდა მოვერიდოთ. შემდგომშიდაც მესამე ტრიმესტრში უფრო ხშირად გვიწევს ხოლმე. როდესაც ჩვენი დაწესებულების პროფილი გულისხმობს პათოლოგიური ორსულების მეთვალყურებას, იქ შეიძლება ეხოსკოპია და ბიოფიზიკური პროფილი კვლევა, სპეციალიზირებული კვლევა ეხოსკოპიურ გაგეთეს 2-3 დღეში ერთხელ ან ყოველდღიურად როდესაც საუბარი არის აი როდის დაიგეგმო ზუსტად ორსულობა სკილასა და ხარისბას შორის უნდა გავიაროთ არც ბავშვი დავაზიანოთ არც ქალს ჯანმრთელობას მივაყენოთ ზიანი ჩვენ ზირთადად ნაყოფზე ვილაპარაკეთ ამ შემთხვევაში მოდი დავუბრუნდეთ დედებს დავუბრუნდეთ ორსულებს თვითონ ძალიან ხშირია ტოქსიკოზი ადრეული ტოქსიკოზის შემდეგ მოგვიანებითი ხანის ტოქსიკოზი რის განსხვავდება ესენი ერთმანეთისგან და რა პროცესია საერთოდ ეს პირველი პერიოდის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი გაცილებით განსხვავებულია მეორე ნახევრის ტოქსიკოზისგან. პირველი ნახევრის ტოქსიკოზი ეგრეთ წოდებული შეგუება ორსულობის მიმართ. ჩნდება ახალი ორგანო, ენდოკრინული ორგანო, როგორც ეხან მოგესწრებით, პლაცენტა და იწყება იმ ჰორმონების გამომუშავება ჭარბი რაოდენობით, რომელიც დედიშვილის მანამდე ნორვის ფრაგმენტებში გამომუშავდებოდა. აი ნებისმიერი ჩასახვის საწეღამდო პრეპარატი ხო მივიღეთ ხალბატონებს ჩვენ პაციენტებს მივიღეთ და ერთ-ერთი ძირითადი გვერდი მოვლენა გულისრევა ღებინება და ასეთი დისკომფორტია. იგივე ხდება ორსულობის დროს, ოღონდ გაცილებით უფრო ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ეს ჰორმონები. საუბარი მარტო ჰორმონალურ ცვლილებებზე არ არის, საუბარი ამაზე იმუნური სისტემაში მიდის ცვლილებები, დიჯესტიური სისტემა, საჭმლის მონელების სისტემაში მიდის ცვლილებები, კუჭნაწავის მოტორიკა იწრგუნება და იწვევს ყაბზობის დისკომფორტის შეგრძნებას მოცვის არეში. თუმცა ღარიბ შემთხვევებში სულაც არ არის სავალდებულო, ხო? ჩემი თავი მახსენდება, არანაირი მსგავსი ინდივიდია ყველა ადამიანი. არანაირი ესეთ შეხედულება რომ ეს გაივლის და არ ჭირდება მართვა ეს სწორია თუ ჭირდება მართვა თუ ძლიერი ღებინებას არ აქვს ადგილი დღეში 10-12-ჯერ რომელსაც აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში დაწვენა გადასხმები ანალიზები და გამოკვლევები ესაჭიროება რა თქმა უნდა ორსულობის გაგრძელება შესაძლებელია შე შემთხვევაში მარტო ალბათ უფრო შეგრძნებებს უკავშირდება ხოლმე და შეგრძნება და თვითონ ღებინებაც ხო მე მგონი ყველა ორსულს თავისი რაღაცა ხერხებს როგორ გაუმკლავდეს ამას იმიტომ რომ მე მახსოვს სანამ ავდგებოდი ხოლმე დილით ჯერ თავი არ მქონდა წორი აუცილებლად პურის ნატეხი უნდა ჩამედო ხო რაღაცა უნდა მქონდეს პირში ხო რომ აი შეგრძნება უსიამოვნო გავიდეს კი ბატონო და მოგვიანებითი ხანის ტოქსიკოზი რა აი მოგვიანებითი ხანის ტოქსიკოზი გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობს საუბარი არის დედის ორგანიზმის მომზადებლობაზე ვერ ვიტყვით უბრალოდ ის მოთხოვნები რომელსაც ორსულობა უყენებს ორგანიზმს ვერ ასრულებს ორგანოთა სისტემები კერძოდ თირკმელი გულსახთა სისტემა სიზარღვები თავად საუბარი დღეს როდესაც გვიან ტოქსიკოზებს ანუ პრეეკლამპსიაზე ვისაუბრებთ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია წნევის მომატება ანუ პრეეკლამპსიას დღეს ამ მდგომარეობას ადრეს ორსულთა ნეფროპათიით გესტოზებით იყო მოგვიანებით ხანის გესტოზი ხო ასეთი ერქვა დღეს მიღებულია ნომენკლატურა რომლის მიხედვითაც მას პრეეკლამპსია ეწოდება თვლიან რომ ყველაფერი პლაცენტაცით ანუ დასაწყისში სულ დასაწყისში როდესაც ყალიბდება პლაცენტა ნაყოფის საკვების სატელიტი აი მაშინ ჩანერგილი პათოლოგიის შედეგად ვითარდება მეორე ხარის ტოქსიკოზი ეს არის მდგომარეობა რომელსაც აუცილებლად ჭირდება უკვე მართვა და აუცილებელია ჩარევა ჩარევა და კარგად უნდა ვიცოდეთ რომ პრეეკლამპსიის მორჩენა ეს არ არის რაღაც აი წამალი მივეცი და მოარჩინე მისი მკურნალობა არის მხოლოდ ორსულობის დასრულება დედისა და ნაყოფისათვის მინიმალურ რისკით ანუ ისეთ ვადამდე უნდა მივიყავთ ნაყოფი რომ მისთვის უკვე ისეთ საფრთხე აღარ წარმოადგენდეს გარეთ გამოსვლა და დედის ორგანიზმი იმდენ ხანს არ უნდა გაუგზავნოთ ორსულობა დედას რომ მის ორგანიზმში წავიდეს ისეთ ცვლილებები რომელიც შეუქცევადი გახდეს ეს არის თავისთავად სისხლის მოქცევის დარღვევა თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება ღვიძლის დისფუნქცია და მთელი რიგი პროცესები რომელიც მთლიან ორგანიზმს არღვევს საფრთხეებზე რომ ვისაუბროთ რომ გავაგრძელოთ ხშირად ვთანხმდით რომ დაგეგმილი ორსულობა ნამდვილად უკეთესია ვიდრე ესეთი სპონტანური მაგრამ დაუგეგმავი გართულებებით დაგეგმილ ორსულობის ესე შეიძლება რომ გამოვლინდეს ამიტომ რომ ვურჩიოთ პაციენტებს ვინც გვისმენენ და გვიყურებენ აი რა სიგნალებია ისეთი მნიშვნელოვანი აქტიური მოძრაობა უფრო ბავშვის ან პირიქით შეზღუდული მოძრაობა წელის ტკივილი ნუ აი რა დროს
დროს არ შეიკავონ თავი და სასწრაფოდ მიაკითხონ ექიმს. ნუ წელის ტკივილი, ეს ჩვეულებრივი ფესობრივი ტკივილი, ეს არ არის პრობლემური, წონის მატებასთან და ორსულობის ჰორმონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული. ეს ამ შემთხვევაში ხდება ხერხემლის ფორმის ცვლილება. ნაყოფის გახშირებული მოძრაობა, როგორც მიღებულია ხალხში რაღაც ჟანგბადი ხომ არ აკლია და უნიშნავ რაღაც გაუმართლებელი მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. რაც უფრო აქტიურად მოძრაობს ნაყოფი, მით უფრო კარგია, ესე კარგად არის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როდესაც კარგად ვართ ჯანმრთელად, დავრივათ, გვიხარია, ღერივათ, ცეკვავთ. პირიქით, როცა ალბათ ვართ, ბუნებრივი ლოგიკა ეს. მობუზული ვართ ლოგინში და საბონი გადაფარებული და ემბრიონის პოზა გვაქვს. უბრუნდებით ემბრიონის პოზა. უჭირს ის მოძრაობას ამცირებს და სწორედ ნაყოფის მოძრაობის შემცირება არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, როდესაც პაციენტი უნდა მივიდეს ნაყოფის მოძრაობა შემცირდა. გააქტიურება არა. აქტიურება ნამდვილად არ არის. დედის სიმპტომებს რაც შეეხება, მე მქონდა ფეხების დასიება, მაგალითად, ოღონდ უკვე ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო, ორსულობაში ფეხების შესიებაც არ არის განსაკუთრებული პრობლემა, თუ ამას არ მოყვება წნევის მომატება და ცილების მომატება. და შარშიც ის რაც უკვე ამ შემთხვევაში უკვე ეკლამპსიის მაჩვენებლები იქნება. დიახ, ანუ წონის სწრაფი მატება, შეშუპება ქვედაკიდურებს და სხეულის დანარჩენ ნაწილში, რომელიც აღარქრება დღის განმავლობაში და კლინიკური ლაბორატორიული ანალიზები, რომელიცაც მას ჩვენ ქალბატონებს დაუნიშნავს ანტენატალურ მეთვალყურების ექიმი, რომელიც თითოეულ ვიზიტზე უნდა შემოწმებული იქნეს შარჩი ცილის შემცველობა. იმიტომ ეს არის ერთ-ერთი პირველი წინამორბედი პრეეკლამპსიის განვითარების მაჩვენებელი. ასევე ძალიან ხშირია ხოლმე ესეთი კითხვა პაციენტების მხრიდან, როდესაც განსაკუთრებით ეხება იმ ქალებს, რომელსაც აქვთ პირველი ფეხმძიმება, ან აქვთ ცუდი გამოცდილება შეწყვეტილი ფეხმძიმების წამლებთან დაკავშირებით. რომ გარკვეული ტიპის წამლების მიღება საერთოდ არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ეს ლეგენდა თუ შევთავაზოთ იმაზე, რომ ორსული ქალი ჯანმრთელი ადამიანია. არ ჭირდება მას ედმეტ წამლების მიღება და გაუმართლებლად ვიტამინებით, საკვები დანამატებით, სხვადასხვა ტიპის მეტაბოლური ნივთიერებებით. ეს ფოლიუმის მჟავის ამბავი რომ ფოლიუმჟავა ეს აუცილებელია. ეს აუცილებელი, რადგან 50% ამცირებს ნერვული მილის განვითარების დეფექტს. ორსულობის პერიოდში ორსულამდე 3 კვირით ადრე და პირველი 12 კვირის განმავლობაში. ანუ როგორც ხედავთ, დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარ ძალიან ბევრი რაღაცის მოგვარება შეიძლება, იქნება ეს თამაგოსთვის თავის დანებება, ფოლიუმის მჟავის მიღების დაგროვება. და შემდეგ ექიმისთვისაც ბევრად უფრო მარტივია, სწორად მარტოს ბუნებრივია. რა თქმა უნდა, და გართულებებიც ნაკლებად არის მოსალოდნელი. უნდა უჩიოთ, რომ დაგეგმონ ორსულობა და ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ძალიან ბევრ რისკს საკუთარ ორგანიზმისთვისაც და ნაყოფისთვისაც აეშორებენ თავიდან. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. საინტერესო საუბრისთვის. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ ისევ ვიცაუბრებთ ორსულობაზე, რა თქმა უნდა, და ვილაპარაკებთ გენეტიკაზე, დიდი მადლობა. ორსულობის დარღვევებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, დაგვალდეთ.